ქართული ოცნების პარლამენტმა დღეს არასახელისუფლებო მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემზღუდავი კანონების საბოლოო მოსმენით მიიღო. მაუწყებლის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებით ივანიშვილის პარტია მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას უკრძალავს. იგი შეეხება სოციალურ რეკლამებსაც. კანონით ასევე იკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახით. იკრძალება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა და პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბით დაფინანსება ან თანადაფინანსება. რეპრესიული კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში მარეგულირებელი კომისიის მიერ დაწესებული სანქციები აღსასრულებლად არ მიექცევა. 85-86 მომხრე წინააღმდეგი კანონი მესამე მოსმენით მიღებული. მაუწყებლის შესახებ კანონში მიღებული მეორე ცვლილებით მარეგულირებელ კომისიას მაუწყებლების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის შესაძლებლობა ექნება. იმ შემთხვევაში თუ რადიო და ტელეარხები ოცნების მიერ დადგენილ სტანდარტებს დაარღვევენ, კახაბექაურის კომისიას მათთვის გაფრთხილების მიცემა, დაჯარიმება, ლიცენზიის შეჩერება და გაუქმება შეეძლება. რეპრესიული კანონის საინფორმაციო და საავტორო პროგრამებისთვის ეგრეთ წოდებული სამართლიანობისა და მიუკერძებლობის პრინციპებს აწესებს. შეზღუდვები წესდება მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემაზეც. ოცნების მიერ დადგენილი სტანდარტების 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში მარეგულირებელი კომისიის მიერ დაწესებული სანქციები აღსასრულებლად არ მიექცევა. 85 მომხრე წინააღმდეგი კანონი მესამე მოსმენით მიღებული. დღესვე ქართული ოცნების პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი, რომელსაც მმართველი პარტია ამერიკული ფარას ასლს უწოდებს. ოცნების ფარას აღმასრულებელი რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიურო იქნება. პროექტის თანახმად უცხოურ აგენტად რეგისტრაციას დაავალდებულებენ არამხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ მეწარმეებს, კორპორაციებს და ფიზიკურ პირებსაც კი, რომლებიც იღებენ უცხოეთიდან თანხებს უცხოურ დაფინანსებას და ერთვებიან საზოგადოებრივ, პოლიტიკურ თუ ინფორმაციულ საქმიანობაში. ოცნების მიერ მიღებული ფარას ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯერ უნდა შესრულება ითვალისწინებს ჯარიმებს 10,000 ლარამდე ოდენობით ან 5 წლამდე ვადით პატიმრობას. ფარას ქართული ვერსიის ამოქმედებისთვის 60 დღეა განსაზღვრული. 86 მომხრე წინააღმდეგი კანონი მესამე მოსმენით მიღებულია. ქართულმა ოცნებამ დღევანდელ სხდომაზე ფარას და მედიის შემზღუდავი ორი ცვლილების გარდა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის დაბრუნებას, კანონმდებლობიდან ტერმინ გენდერის ამოღებას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონში ცვლილებას, საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან არასამთავრობო ორგანიზაციების ამორიცხვის პაკეტს და საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების პაკეტს, რომელიც თეატრების ხელმძღვანელობის ორსაფეხურიანი მოდელის გაუქმებას მოიცავს.